საქართველოს ისტორია საუკუნეების განმავლობაში დაკავშირებულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან. საბჭოთა კავშირის პერიოდში ქვეყანამ დაკარგა სახელმწიფოებრიობა, თუმცა ქართულ ხალხს არასოდეს დაუკარგავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სურვილი. ამ სურვილის უმნიშვნელოვანესი გამოხატულება იყო 1989 წლის 9 აპრილი, როცა ათასობით მოქალაქე მშვიდობიანად გამოვიდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის მოთხოვნით. საბჭოთა ჯარმა აქცია სასტიკად დაარბია, რასაც მოჰყვა 21 ადამიანის დაღუპვა, უმეტესად ქალებისა და ახალგაზრდების. ეს ტრაგიკული დღე იქცა სიმბოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ აღარასოდეს იცხოვრებდა სხვის ბატონობის ქვეშ. სწორედ ამ დღემ დააჩქარა ეროვნული მოძრაობის გააქტიურება და დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება. 1990 წელს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, სადაც ეროვნულმა ძალებმა გაიმარჯვეს. ამის შემდეგ 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა ისტორიული რეფერენდუმი, სადაც ქართულ ხალხს კითხეს: გსურთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, მონაწილეთა თითქმის 99%-მა უპასუხა კი. ამ ისტორიული გადაწყვეტილების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს იყო ქართველი ერის ოცნების ასრულება, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაბრუნება. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მეცნიერ პოლიტიკოსი და საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო. მისი მიზანი იყო ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, სადაც სუფევდა ეროვნული ფასეულობები და თავისუფლება. თუმცა დამოუკიდებლობის საწყის წლებში ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეკონომიკა დანგრეული იყო, საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ქვეყანა იტანჯებოდა შიდა დაპირისპირებებით. გაჩნდა ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტს უპირისპირდებოდა, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო ომი. 1992 წლის დასაწყისში ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დატოვოს თბილისი და მოგვიანებით საქართველოც. მიუხედავად რთული პერიოდისა, ის დარჩა ეროვნულ მოძრაობის სიმბოლოდ, ადამიანი, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისკენ. 1992 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საბჭოთა დიპლომატი და გამოცდილ პოლიტიკოსი. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობების აღდგენა, ჩატარდა ახალი არჩევნები და შეიქმნა ეროვნული ვალუტა, ლარი, რომელიც დღემდე საქართველოს ეკონომიკის მთავარი სიმბოლოა. შევარდნაძის ხელისუფლებამ მოახერხა გარკვეული სტაბილურობის დამყარება და ქვეყნის საერთაშორისო აღიარება, თუმცა ბევრი პრობლემა ვერ გადაწყდა. ქვეყანა იტანჯებოდა კორუფციით, ენერგოკრიზისითა და სიღარიბით. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ წლებში საქართველომ დაიწყო დასავლურ ქვეყნებთან დაახლოება, გახდა გაეროსა და ევროპის საბჭოს წევრი. 2003 წელს საზოგადოების უკმაყოფილებამ და არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მოგვიანებით გადაზრდა ვარდების რევოლუციად. ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ახალგაზრდა ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი. მისი მიზანი იყო ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია და კორუფციის დამარცხება. მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმები, განახლდა პოლიციის სისტემა, გაძლიერდა სამართალდაცვა, აშენდა ახალი გზები, სკოლები და ინფრასტრუქტურა, შემცირდა ბიუროკრატია და კორუფცია. საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა რეგიონში. თუმცა სააკაშვილის მმართველობასთან ახლდა წინააღმდეგობებიც, ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდნენ დემოკრატიის შეზღუდვისა და პროტესტების ძალადობრივი ჩახშობის გამო. მისი მმართველობის პერიოდში მოხდა ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის შედეგადაც ქვეყანამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. 2012 წელს საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, არჩევნებში გაიმარჯვა კოალიციამ ქართული ოცნება, რომლის ლიდერი იყო ბიძინა ივანიშვილი. პრეზიდენტად აირჩიეს გიორგი მარგველაშვილი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გახდა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი. ამ პერიოდში ქვეყანამ შეინარჩუნა სტაბილურობა და გააგრძელა ევროპასთან და ნატოსთან დაახლოების გზა. შენარჩუნდა ეკონომიკური ზრდა, განვითარდა ტურიზმი და ინფრასტრუქტურა. თუმცა კვლავ არსებობს გამოწვევები, უმუშევრობა, ემიგრაცია, პოლიტიკური დაძაბულობა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. დღეს საქართველო კვლავ იბრძვის იმისათვის, რომ გახდეს ძლიერი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო, სადაც სუფევს თავისუფლება, სამართალი და კეთილდღეობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო საუკუნოვანი ბრძოლის შედეგი. ამ გზაზე ქვეყანამ გადაიტანა ომები, რევოლუციები და პოლიტიკური კრიზისები, მაგრამ ქართველმა ხალხმა არასოდეს დანებდა.
სვიად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ახალი ლიდერები, ყველამ თავისი როლი შეასრულა სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. დღეს საქართველოს ცდილობს, რომ შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, განავითაროს დემოკრატია და გახდეს ევროპის ღირსეული წევრი. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია შევინარჩუნოთ ის, რაც 1991 წელს სისხლითა და თავგანწირვით მოვიპოვეთ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.